ხო, რეალურად არ მოგვისმენი არც ერთი არგუმენტი პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ შეუძლებელია რაიმეთი დაასაბუთო ეს გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც პროკურატურა ამბობს, რომ პატიმრობა არ არის ერთადერთი უალტერნატივო საშუალება და რაღაცა მზაობის შემთხვევაში ისინი თანახმარიან, რომ გირაოთი შეიცვალოს, ეს ნიშნავს იმას, რომ პატიმრობა არ არის უალტერნატივო საშუალება და ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს კანონის თანახმად, გარდა იმისა, რომ პირი გაათავისუფლოს პატიმრობიდან. სწორედ ამიტომ თუ კი ნიკამელია აქამდე დღემდე იყო პოლიტიკური პატიმარი, დღის შემდეგ არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება გამოიყენებს პოლიტიკურ მოლაპარაკებებში სავაჭროდ და ცხადია რომ ეს გააკეთეს ნინო ჩახნაშვილის ხელით და პროკურორების ხელით, რომელსაც ალაპარაკებენ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს დაახლოებით 15 წუთი დაგვჭირდა ელემენტარულად რომ გაგვეგო პროკურატურის პოზიცია. რა უნდათ მათ? მელიას პატიმრობაში დატოვება თუ გირაოს გამოყენებაც არ იქნებოდა არაეფექტური საშუალება ამ საქმეზე. ხო, იმდენად ახლართული არიან აი ამ ბოლოჯამში გაიგეთ რა უნდათ. კი, რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილი იყო თავიდანვე ბუნებრივია, ხელისუფლების მიზანი არის ნიკამელიას პატიმრობაში ყოფნა, ოღონდ პროკურატურის ბრიფინგი იმასთან დაკავშირებით, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში ისინი მოითხოვენ პატიმრობის შეცვლას, არის ტრიუკი, გათვლილი უცხოელ ჩვენს დასავლელ მეგობრებზე, რომ თითქოს და მელიამ თვითონ დაიპატიმრა თავი და დღეს ეს გაიშიფრა სასამართლო დარბაზში, როდესაც ერთის მხრივ ამაზე საუბრობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში პოზიციაზე მან თქვა, რომ არა, მელია პატიმრობაში უნდა დარჩეს. ისევ საუბარი იყო პროკურატურის მხრიდან 3 ნოემბრის განჩინებაზე. რამდენად რელევანტურია ამ სიტუაციაში, როდესაც 3 ნოემბრის განჩინების შეუსრულებლობის გამო არის ფაქტურად ნიკამელია პატიმრობაში, ისევ ამ საკითხზე აპელირებს. აღარ არსებობს უბრალოდ ეს განჩინება, 17 თებერვალს როცა მოსამართლემ ნიკამელიას დაპატიმრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, ამით გაუქმდა 3 ნოემბრის განჩინება გირაოს შეფარდების თაობაზე. თუ პროკურატურის მიზანი იყო გირაოს სანაცვლოდ ნიკამელიას გათავისუფლება, მაშინ მათ უნდა მოეთხოვათ ეს, ან სასამართლოს საკუთარი ინიციატივით უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად ახალი განჩინებით განსაზღვრულიყო გირაოს პირობები. და გაძევებასთან დაკავშირებით, ნიკამელიას გაძევებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააძევა ჩახნაშვილმა ნიკამელიას სასამართლოს ხომის დარბაზიდან. არსებობს კიდე მექანიზმი იმისა, რომ ის დააბრუნონ არსებითი განხილვების. ალბათ აღარ დააბრუნებენ ნიკამელიას, პრინციპში ეს მოსალოდნელიც არის, ვინაიდან მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესზე საკმაოდ მტკივნეულია თავდაპირველად პირველ რიგში ნინო ჩახნაშვილისთვის, რა თქმა უნდა, პროკურორებისთვის და ზოგადად ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ ნიკამელია იმყოფება პატიმრობაში და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა ერთგვარად არის მისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალება და ამიტომ ცხადია რომ ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, ვარაუდებ ასე.